რისი თქმა სურს თქვენთვის თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას? რისი თქმა სურს თქვენთვის თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას? ჩაიფიქრეთ პიროვნება. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე ვარიანტი. რისი თქმა სურს თქვენთვის? ვინც პირველი ვარიანტი აერჩეთ? მინდა გითხრათ, რომ მას სურს, რომ თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ, მისთვის საგანძური ხართ, რომელიც იპოვა. მას გაუმართლა, რომ თქვენ გიპოვათ, მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ხართ. ამის შესახებ ის ყველას ეუბნება თავის ნაცნობებს, თავის ახლობლებს. მისთვის თქვენ ხართ ჯერ კიდევ ამოუცნობი, გაუხსნელი კარი, საიდუმლო, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც მის ცხოვრებაში სითბო და სიხარულიში აქვს. მეორე ვარიანტი, რისი თქმა სურს თქვენთვის? მას სურს, რომ ძალიან უჭირს თქვენგან შორს ყოფნა, უჭირს და ითმენს მანძილს თქვენ შორის, რომელიც შეიძლება იყოს ამჟამად. მას ძალიან უჭირს, რომ მარტოა ენატრება ის წარსული პერიოდი, განვლილი დრო, გული აქვს ნატკენი და ფიქრობს, რომ უნდა რომ გითხრათ, რომ რაღაც მისცეთ ახალი შანსი, რათა გამოვიდეს აი ამ დაკიდებული მდგომარეობიდან. მას სურს თქვენთან კვლავ შეხვედრა შემოკარგებოდა, მას რომ შეეძლოს ამ ყველაფერს თქვენ გეტყოდათ. აი ესეთი იყო მოკლე გაშლა, მადლობას მოგახსენებთ ნახვამდის.